იმერეთში 14 წლის მოზარდი დედა გახდა ინფორმაციას ინფო იმერეთი ავრჩელებს. ფაქტს მთავარში ნაგან საქმეთა სამინისტროში udასტურებენ მომხდართან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული. ჭულისა და მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. არასრულოვანი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მთავარი დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს. დარახველიძე არ პასუხობს კითხვას, რა ნივთიერებები გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეების წინააღმდეგ 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით. ამ მტკიცებს, რომ პოლიციამ კანონით გათვალისწინებული საშუალებებით იმოქმედა და ამის შესახებ სუსმა ყველა საჭირო ინფორმაცია დაასაჯაროვა. რეალურად უწყება მხოლოდ 4-5 დეკემბერს გამოყენებული ნივთიერებები დაასახელა და არაფერი უთქვამს წინა დღეების დარბევებზე. დარახველიძე არ პასუხობს ტოქსიკური გამხსნელის ტრიქლორეთილენის გამოყენების შესახებ დასმულ კითხვებსაც. 63 უნივერსიტეტის ნაცვლად თქვენ სწავლა მხოლოდ 19 უნივერსიტეტში დაგიფინანსდებათ. სამართლის შესწავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თესეუში და ქუთაისის უნივერსიტეტში. 4 წლიანი ბაკალავრიატის ნაცვლად დაგიფინანსდებათ მხოლოდ 3 წლიანი ბაკალავრიატი. წერს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია და ოცნების მიერ დაანონსებულ რეფორმას ეხმაურება. ემიგრანტები პროტესტს ამჯერად ნიკა არაბიძესა და პაატა გულიაშვილს უცხადებენ. ირკვევა, რომ მათი კონცერტი ათენშია ჩანიშნული, თუმცა უცხოეთში მცხოვრები ქართველები მის შაშლას აპირებენ. ქოცი ნიკა არაბიძე და ვიღაც ლონდრე გულიაშვილი მობრძანდებიან ათენში. ეს კონცერტი არ ჩატარდება, წერს მაია ბაჩანაშვილი სოციალურ ქსელში.